როცა შენს უკან ასეთი საოცრება რა ლამაზია დამაკვდა ცა ისე რომ ვთქვათ რა ვიცი აგერც ქარაძინცი 13 ქარაძინცი ნახეთ როგორ ისა კვიჭყუტუნებს მზე ჩიტო გაიცანდით მტრედები ჩვენი სამეზობლო წავედით ვნახოთ ვინ უნდა ვნახოთ და ფუჩინები წადი მოიცა საყელო გაგისწორო დედი მოდი საყვარელო ოპა წავიდა ჩემი გოგო დაველოდოთ ჩემი უგზო-უკულთ გაწეწილი გავისწოროთ კულულები რაოდე ვისელოდები ფუჩინებს მოიდადე გამარჯობა ფუჩინა გაგიხადა რომ მოვიდადე გამარჯობა ფუჩინა კიდევ მოვლენდე კიდევ გამოივლენ იმედი მაქვს რომ ჩემ მარიკოს გავხარდეს დაინახოს სამყაროს წრუხები ნახე ვაიმე ეს შავი როგორ მომწონს მედიკო ეს შავი ძალიან ლამაზია მე თქვენ უნდა გაგაცნოთ დღეს არა ამ დღეებში უკვე დაიგეგმა ასე ვთქვათ მოლაპარაკება შედგა უნდა გაჩვენოთ სასტუმრო რომელიც მდებარეობს ხიზაბავრაში აუცილებლად და ძალიან მინდა რომ ნახოთ ძალიან ბევრი ადგილი მინდა რომ გაჩვენოთ და ყველა კენჭი და კუთხე მინდა გაჩვენოთ იმიტომ რომ არ არის დიდად პოპულარიზაცია სამწუხაროდ შესაძლოა არ იყოს ვარძის ვთქვათ რაბათის იმის მაგრამ აი ესეთი სოფლები სადაც მართლა ძალიან ძირძველი რაღაცები ხდება ნაკლებად არის ესე ცნობილი და მე როგორც შემიძლია და სადამდე შემიძლია და რანაირადაც შემიძლია ყველაფერი მინდა რომ გაჩვენოთ და დაგათვალიერებინოთ აი ეს უკვე ჩემთვის ძალიან ისეთია რა ეს გარემო რაღაცა სიძველის ეფექტს ქმნის და ის დაწყო ძალიან ძველია მაგრამ კიდე რაღაცა სხვა ის მოაქვს რაღაცნაირი vibes რო ეძახიან და ვნახოთ მოკლედ დაგეგმილია იქ ყველაფერი გადავიღებთ აუცილებლად ყველაფერს გაჩვენებთ გამარჯობა ფუჩინა ყველაფერს გაჩვენებთ იმ სასტუმროსაც გაჩვენებთ დღის ცენტრსაც გაჩვენებთ და ძალიან ბევრ რაღაცასაც გაჩვენებთ ახლა ბევრად კი არა და რა შედარება ისეთ საოცარ გამოსახულებებია რომ იმ ეკლესიის იმ დეტალებს რომელიც ძალიან მინდოდა ხოლმე ერთი წუთი დედიკო მეჩვენებინა და არ ჩანდა ხოლმე კადრებში ახლა მაინც ხო გამოჩნდება და მოგეთ ყველაფერს თქვენთან ერთად გავივლი ზუსტად ვიცი რომ ძალიან საინტერესო ვლოგები გელოდებათ იმიტომ რომ ძალიან ისეთი ადგილებია ერთ სოფელში ბევრი კარგი რაღაც არის თავმოყრილი ხო და დაგელოდოთ პრინციპში მე უნდა დამელოდოთ გამარჯობა ფუჩინა ამას უყურეთ რაოდე გამარჯობა ფუჩინა ტუჩიში რატოშრები საყარე გამარჯობა ფუჩინა შეგალაგიჩე ეგრე ამბობენ მედე ეს პატარა დედიკო რაშების პარი აი მე ცუდად ვინ გაგირჩია მზეს უმზირა ვინ რა ქვია მაგბებოს ნობავება რაოდე აი მე უმერდა სიცილის საღამო მოვაწყეთ
ესე იგი ჩვენ აქ ამაზო ხო გაცინეთ ჩვენ აქ გვაქვს მეგობრებო შეკრება ეხა რისი შემოდით კადრში შემოდით რამდენი ხართ მოდი აქ კადრში შემოყავი კალოთანი მოდი ესე იგი ჩვენ აქ მოიცადეთ ბებოს თავი არა ჩანს ერთი წუთი ხალხო ბებო შემოყავი შენი ლამაზი თვალწარმი წარმტაცო ჩვენ აქვს გვაქვს შეკრება და ნიკო თავი რატო არ მიჩნევ თქვენზე მაღალი ვარ ცოტა შემოიცი ნახე ბებო კამერაში უნდა გამოჩნდე გადმოიზნიკე რამენაირად მოდინა მოკლედ დღეს ჩვენ აქ გვაქვს შეკრება მზეს ვზირა მივირთვით მგონი 1.35 ლარის ხო და ბებია უფრო ადრე წვევოდა ხოლმე და ეგ 35 ლარის დროს ვზიას უჩვენ ვჩვებოდა და დღეს ბებიამ გადაინაწილა თავისკენ და დედა ესო რა გებრიელი ყოფილა რატო წვებოდი ხო და არ ჩახარ ბებო მოიწიე ცოტა კალო აი გამოჩდი შენ გომწევ შენ უყურ ხარ თორე სოფლის ბლოგებში მე კი არ მიყურებენ ეს ჩემი ნათია ხა ხო იცით ეს ნათის მესამეა ეს ჩემი პირველია დედა რა გაფარია მოგიკვდათ ხო და ხო ეს დაჩა და ეს არის ბებო ამიტომ გეუნებით ხალხო მარტო პარიზი და ლონდონი არაფერ შვილის ამოდით მთაში აქ არის ის ნამდვილი რასაც ჩვენ ვეძებ და გვინდა ადამიანებს ადამიანური ურთიერთობა მე მაგალითად წეღან ძროხებს ველაპარაკე და ძალიან მოხიბლული ვარ მე და ჩემი შვილი შვენივრად გავერთეთ ძროხებთან ხო დედა რაც იცის ყველაფერი უნდა რომ გადმოალაგოს შემოყავი კალო ხო და ვაწვეთ და ბებია ვერ დავაწვინეთ ამ მთელი საღამო ბებო ვერ დავაწვინეთ ხო და ეხლა ამ კონკრეტულ ამ ზებსუბზირას რა ერქვა რომელია მარტინა ხო ბებოს მოწოს თმე მარტინა ხო და ის არის რა ქვია აჰა ბებო რატო გაწვალებ ბებოს მოწოს მარტინა ხო და ძალიან კარგად მიირთვა დაილოცოს ხარისხენი ტელეფონი ნათია სიბნელეში ახალს ვართ როგორც იქნა ნათელი დაგვადგა ახლა რამდენი ხართ დაგთვალოთ დათვალეთ ხო 4 5 6 ჩემი აზრით 5 იყო მაგრამ არა უშავს დედა გენაცვალა ახლა აქვე დაგემშვიდობებით მეგობრებო ან შესაძლოა მე კიდე ამოვყოთ თავი კადრში მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აქ დაგემშვიდობებით და ხვალ დაგიბრუნდებით დილის ყავით დაგიბრუნდებით ჩვენ ახლა არ ვიძინებთ უბრალოდ იქნებ ბებია დავაძინებთ ჩემიჩკა არა გაქვთ და როგორ არის ძინეთ იმიტომ შეგიჭამეთ რომ დაიძინოთ ხო და ეს არის ხვალ ყავით დაგიბრუნდებით რა დღესაც შეიძლება დავბრუნდეთ არ ვიცი ჩვენ უკვე იმდენ ყავას ვსვამთ დღეში რომ ვეღარ ვიგებთ რა ხდება ანუ რო არ ვიცით რა ვსად ყავას ვსვამთ და ერთი პაჭკა უნდა დღეში 2 ადამიანს ყავაზია ვსალყარ ხო მართალს ამბობს მაგამ ბავში კარგი წავედი გემშვიდობებით მაიმედი და რძიარ დავაქციო ამზე და აქციო და მე გენახე ბებია სანამ მოუკლი ვარ მოდი დაგემშვიდობებით საგაცნობი მაგრამ არ იყო საშველი ხალხო მართლა შევიშლები თქვიდან აღარ შემიძლია ან ენა ამოვაგლიჯო ან სადმე ჩავაბაროთ ეს კაცი მოგმართავთ თხოვნით თუ ვინმე შეგიძლიათ ხო პაროდია სხვა რამე არ გეკოდოთ აი ხო ბანო ხალხო გვიშველეთ გებდარებით ჰაი ხალხო დილა მშვიდობის აბა როგორ ხართ შვილის კაპებზე გადავედით ჩვენი არ ვიცით სად არის როგორ ხართ მეგობრებო რა შობით მოდი წავისვათ ყველაფერი რაც უნდა წავისვათ იმიტომ რომ მოვაბრუნო სპეციალურად გაიარდა მე მას დილით პირდაპირ რეისით აბაზანაში შევქანდი რაც იმას ნიშნავს რომ ახლა უნდა დავიტანო ყველაფერი როგორ ხართ ხალხო ყავა არ დაგვილებია საკმაოდ გვიან გავიღვიძეთ ხოთეშურის ხო და
დავლიოთ ყავა. გუშინ იყო ჩემი მოდუღების დღე და დღეს არის ნათის მოდუღების დღე. თორე ეგრევე ხახას ამოვაძრობ ამას. მე რაღაცა ნათ შამპუნით დავიბანე, რაღაც შამპუნით. არ ვიცი ამ თმას რა დავარცხდის დღეს. მე თბილისში დავტოვე, იმიტომ რომ აღარ ჩამეტია უთრევი. ხოდა ბებოს ქონდა ხალხო რაღაც შამპუნი, არ ვიცი, ანუ რაღაცა ვერ დავდგინდი, რა და ის შამპუნი იყო. და სულ გამიუხეშა, ესე დღეში მაქვს თმა, რომ რა კითხე. თუ ეგ შამპუნი არ მოუხდა ჩემ ნატიფ თმას. გაიღვიძა? მეთქი კატა დისკობიგი მოუთხა. გაიღვიძა? ხახა მიავდექი და ეგ არ ადგებოდა. გამოვიდეს მე. არა თუ ხო და ასეთი ამბები. გუშინ ეს კი რაც ნათი აქ არის ხალხო 4 საათზე ადრე ჩვენ არ დაგვიძინია. საქმე იმაში რომ ბებიად ჩავითრიეთ ამ ამბავში. დილამშვიდობის დე. დილამშვიდობის შემოსაყვარელო. აი უცებ არის მოვიწესრიგო სანამ ნოტიოა კანი და მე შენს მოგხედავს და რაო ჩემო ლამაზ. წაის მე მამაებს დაგიტოვო? ოჰო. რატოვით? რა ხედება? ხო და მაგას გეკითხები რომ მოსაწესრიგებელი ხარ და კანი გამომშრალი გაქვს და ასე შემდეგ. ოკეი. დილიდან გამომლანძარეს ხაბაზარიღებ თუ არია თუ კარგად იყავით. ვაიმე, ხალხ შეგულება აქ ნათი 2 დღე, 3 დღე და მე მაგ 2 თვე. მე მაქვს 2 თვე. ნუ სამაგიეროდ მერვე 2 თვე ხელფასი არ მაქვს შვილო და. ახო. სად დედი? შენ მამიკოს თან თბილისში და მე რა გავხეშებული გაქვს თუჩა. ჩემო საყვარელო. მამა შენ თვითონ ჩამოვა დედიკო. თვითონ ჩამოვა მამა შენი ეგრე დაგვიბარა დედი. ბავშვობა გაიყენს ერთად. ანუ ყავის დალება ვერ მოვასწარით. ჰელო სიყვარელო. დილიდან ვართ გარეთ შეკრებილები. მე ბებო ნათი როგორც ხდება, ანუ ხმართალი. აბაჟია წუღებული არ გიღებ ბებო. ხო და ყავის მადლი ხალხო ყველა დილამშვიდობისა. ხო ნათია. ამინ ამინ ამინ. ოღონდ წუღებული. ჩემი გოგო. წავედით ყავაზე, დროზე დამწკრივდით. აქეთ ვინ არის? ვინ ახარ შვილო შენ? ვისი ხარ? ვისთან ახარ დედა გენაცვალა? წავიდეთ ყავის დასალევად. მე ნამეტანი რესტორნის სახით დავდივარ, მაგრამ მე სულ ასე დავდივარ, ახალი ამბავი. ნახეთ რა კარგად ჩანს ეკლესიის თაღი უნდა გაკეთო. ნახეთ რა ლამაზია. ცოტა კიდე დამაახლოვოთ. ნახეთ. ჩვენგან ჩანს აი ასე. ლამაზია. გაჩვენებთ მოცილებს. წავედით დე. ბუზი იყო? ნუ გეშინია დედა. მობრუნდი ერთი რა ვიძე ხარ შვილო. წადი. შარვალი აიწიე მარიკო. რა თუნდეს ამ სცხეში ჟაკეტი. დე რა ლამაზი ხარ დე. აი ეგ დეკოლტე მკლავს. მე ხო არ გონიათ რომ ჩვენ აქ ურნა არ გვაქვს ძალიან ცდებით ურმა მეთქი. ნაგვის ურნებიც გვაქვს სოფელში. ნუ გეშინია დედიკო, არ გიზავს ბუზი არაფერს. არ ჩავარდე გუბეში, წადი. მიშველეთ. ნახეთ როგორი მიდის ამაში ხედით. ღმერთო მაღალო. ჩემი გოგო. მარიკო. მარიკო. ისეთ ცხელა დღეს. რამზია ბიჭოვოს. ისეთ ცხელა დღეს ხალხო ლამის სული განბუდევ. რაიმე. ვისი ძაღლია? მოდი არ გიკბინოს ვისია. ვიღაცის ძაღლი თავს იკლავს, ხარ გინდა იქ მიხვიდე.
ვაიმე დედა. ვინროს არ არის და ნუ ხაეძებ თავს და წავიდე ჩახში დაღავნდა მერტო შეგმიშველი. მარიკო. ტიტიკო. არა დეძაღლი არ გამოგეკიდოს. ხიზაბავრის აი ეს არის გარემო ხალხო. ამოდით მთაში სასწრაფოდ დაირეკეთ. ყავთ წამოიღეთ. გემრიელია? გემრიელია? მათ ჩვენ რომას მიირთ. ვიდეთ. ბებო რაღაცა უნდა იმას ვქნაო. გავაკეთო და ვნახოთ ერთი რას აკეთებს. მოდი და შემოდი. მოდი საყვარელ. რა გაყინული ხარ გოგო წადი. ხალხო. დავათვალიერებინებ. 87 წლის ბებოს ნამუშევრები უნდა გაჩვენოთ. მე ესეთი რაღაცები როგორ მყავს უთქოს გიჟდები. უბრალოდ მინდა ნახოთ 87 წლის ადამიანის გაკეთებული. ბებო, ეს მაღლა რატო არ მიდის? რა ჯიშია ეს? ვენახი, რა ჯიშია? ბებია, ჩვენ ხო გვაქვს გაკეთებული მაღალზე? ანუ სხვა ჯიშია, მაგას გეკითხებ. ეხლა ნახეთ, ეს ხო გალამაზებული და როგორ აქვს მიწკრიალებული კი ხედავთ. ქალბატონ ბებიას. წავედით ლობიოებში. ნუ ხო ბევრი ის არის, რა ქვია, მე ეს როდის რა სიზავს გეხვეწებით. ძალიან მინდა რომ დაგათვალიერებინოთ და უბრალოდ აი ადამიანებს რომლებიც ფიქრობენ რომ უი სოფელი და უის და ეგღა მაკლია აი ეგეთი ადამიანები ძალიან ბევრნი არიან მინდა ვუთხრა რომ ეს არის ხალხო 87 წლის ქალის ნამუშევარი რომელიც არის აი არ ვიცი უბრალოდ როგორ არის ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ყველაფერს ანუ ყველაფერი გამოყოფილია. ბატონო? კარგი. ყველაფერს ასე როგორ აკეთებს მე მართლა აი არ ვიცი. წავედით. ამას უყურეთ უბრალოდ. მე არ ვიცი აი შოკი მაქვს. მე აქ სელფოს ვიღებ და ბებია თავს იკლავს ყანაში მუშაობით. არ უბრალოდ უკვე დამუშავებული აქვს ყველაფერი. და დათესილი და გაკეთებული. უბრალოდ ხარ რაცა წიწაკა ჩამოიტანა თუ არ ვიცი მოკლედ და იმას იმაშება. ვაიმე დედა რა კარგი მზეა. მე ხახ ვინახეთ როგორ ბიბინებს ამას უყურეთ და მწვანილი ანუ ყველაფერი აქვს აი როგორ იცით? ესე რომ დახაზო აი ზუსტად ეგრე გაკეთებული. ჩემი ბებო. აქეთ მოჩიბა ჩემა დაიტაშულმა ეს ადგილი და ეხლა უნდა შეშრეს ეს და მე დავაფოცხებთ. ბებო რა დარგე ბებო? წიწაკა? და რამდენ ხანში იმას იზავს? ამოვა. ერთ კვირაში. ხო? ეს არის აი რომ მithქვამს რომ სოფელში და რაღაც მე კაი გოგო ეხარ ახლა ძროხის სუნი თუ რაღაც და არა ხალხო და გვიყვარდეს ნუ გვიყვარდეს შესაძლოა არ გვიყვარდეს მაგრამ რაღაცნაირი ის უნდა იყოს რა ალბათ რადე ვინდე ხანათი ჩემი ნათო მიდის დღეს და გული მეგუშია მან რა უნდა ქნას ხო არ იცით გონზე არ ვარ ის თხილია
და რა გატირებს რა დაგაჭდა რამდენი მავიწვია. ხო კახი. ამხელაბალი ვიყო. აი ხა ასეთ შრომელ ადამიანს მოდი უთხარი რომ წამოდი უნდა გამოგკეტო იმაში რა ქვია თბილისში ბებო თბილისში ძალიან მაგარ სახლში გაპრიალებულში და აი თავისი აუზებით და ძალიან მაგარ სახლში გირჩევნია ყოფნა თუ აი აქ შენ მიწაზე რომ იფოჩიალო სადაც გავარა ჯიმი გოგო არ მინდა იმის 20 სართულიანი აბა რა ყველას თავისი უყვარს და უნდა თავისთავად იყო დედო დაგცხადე არა ეს მინდა რომ მოკრიტო. შეყვარელი იმიტომ უნდა მოვწყვიტო რომ აი ქადმებს ვაჭამო. მომე ბებო მომეც მინდა იქნა და უსხა სად აბა გავდავდო იფერ წოდებით ვეირო ბევრი მა. კიდე ხუთი მოყვა. ეგ ყველას ვაჭამო. ბებო ნელა დედიკო ნელა გადი ნელა გრისთვის გინდა ბებო დავაფარო იმას რომ ზემარგა აჰა ჩემო სიყვარულო კალო ძალიან მაგარი ბახჩა გაგბებო ჩვენ ენაზე ზოგისთვის ბოსტანის საოცრად გაკეთებული ძალიან აი ყველაფერი ხალხო ჩაციკციკებული აქვს აი აბსოლუტურ შოქში ვარ love you ახლა ზუსტად იცი ვინმე იფიქრებს მოეხმარეო მაგრამ იმ რაღაცაში რასაც ბებო აკეთებს 100 წელი თითაც არ დამადებინებს ასე რომ ვისაც ეს მოგვიათ აზრად თქვენ უინერვიულებთ ხალხო არ უნდა ცოდეთ რამ სიმაღლე მორზევ დგავარ აი ნეტა იცოდი და საიდან ვიღებ ჩემ ბებოს ჩემ სიყვარულს რა დე იცი რა რატო დამომიყვანე რის რა რატო დამომიყვანე ავდივარ სახლში დე მოდი წამოდე თამაშობე მე რა დე კატასტროფული სიცხეა მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ აქ ისეთი სამოთხე გვაქვს და სიგრილეები რომ ამას ნაკლებად ვგრძნობთ მაგრამ ეხა გარეთ რო გამოდიხარ და აი ეხა იქ მტრიან მინდორზე დგახარ თავისთავად აქ-ცხება ხო და მე მიყვარს აი ეს ცხე რომელიც ძალიან მაღალია ძალიან საყვარელი ხია დამოდე შენ ვერ დაჯდები ეს მაღალია რაღაცა ვიდეოა ვაწყე მე დავდებ თუ არ დამიბლოკა Facebook ხო და მოვკვდი ტირილით ძალიან ისეთი იყო გულჩვილობის წუთები რომ დამემართა ეგეთი ეს პატარა ვლოგი გამოგვევდა იმიტომ რომ სულ გარე წუთები გქონდა დიდად არ გვეცალა არაფრისთვის ანუ სახლში ყოფნისათვის ძირითადად ბებოს ბოსტანი ჩაჩვეს ვლოგებში რომელიც არის მიკუწებული მიბზრიალებული ისეთი
დრო ვერ ვხვდები რანაირად გააკეთა. ახნის ქალმა. მე ახლავე ვიქცევი სადაც ვდგები. ღმერთმა ჯანმრთელი მიმყოფოს ამის და სასწაული ენერგიის პატრონი. ჩემი კნუტი ჩემს უკან არის. გონი დამაძინა თუ მაძინებს რაღაც ეგრე. ინტერნეტი ახალ კატასტროფა. ანუ YouTube-ის ვიდეო ავტორთა სადღაც 4 საათი უნდა და თუ იმ დროში არ გადავიღე და არ მოვასწარე რეალურად ხამის 12-მდე უჭირს სანამ დავამუშავებ, სანამ ავტორთავ, სანამ და გამოდის რომ ყოველდღე ხანდახან ვერ დავდებ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ აი 4 საათი რო ატოვებ თვასილოდები წარმოიდგინეთ. გებშტობებით. ბაი. Hai ხალხო, როგორც მოგეხსენებათ ვიმყოფები სოფელში, ბაიმე. ჰაერი ხალხო, ასე ზუის თავი ისეთი ჰაერია, ცივა. გავიყიდე ხალხო, შუა დღეს მაჩვია, დუბლიო გაიწი, არა ხალხო, ვერ გავარგარეთ. მაგარი ყიმა, მაგრამ მისანდა ჟანგბადი, ეს ის არის. დაქვია ხალხო. ხო რა ისა კაშიკათა წავიკოჭე ახლა სწორათა გამიგეთ სოფელში სადაც ახლა და როგორ ახლა იქავრი ქუჯი უნდა დაიფარო ახლა მე მოკლე კაბი და იუბკით და ისა და ტრენდული ვარ და მაგრამ ვერ ჩავიცვამ ახლა შეკებამდე და ძრო ხარობობი და დაჩხვარი ახლა მოკლე კაბით როგორ გავიარო ხო არა ძამაი და რო ხდება სოფელს რა ისა გადმოხრელი თავფერი ჯვარი მწერია ხო ეს ასათვალე დედაშმა მიპატარკა ჯერ არ იცის რომ მიპატარკა მაგრამ არ აღშას ნელა მეტყვია ყველაფერს ერთად ხო ვერ მიახლი ხო ისა ძროხებს დაჩხრებს სხვადასხვარიელებინებ და ქათმებს ვინც არ იცი დასხედით საშიში არაფერი არ არის თავისთვის დადიან არავის არ უშლია ხო ახლა ესა წამოვიღე ხელის კრემი და დავიტანო ერთი თვით ეს ოჯახში ხო არა ვარ რო არიქა ფლანგო ქონება ახლა ვეთო მეტი არ გადმოვიდეს რა დავიწყეთ 1-2 სტოპ აჰა დააჩქერდით ერთი თვით ხალხო არ არის რა ეგ ცხოვრება რომ რა წვეთი დაისხა თორე ნეტა იყოს ხო კლაშ ხო აჰა კონე დარბილდა ხელები რა ვიცი ახლა შედარები დარბილდა ხალხო აბა დამაჩქერდით რა დონის ვარდისფერი სახება ხო მიზემ დახედა მიზეც გაკურებულია ქალო ამ სილამაზით აბა დამაჩქერდა დამაკუდა სოფელი და ჩემი აზრი დამაკუდა ის არის დაგწება წელა ძროხის წელა არის რა ვიცი არაფერი მოელადოს და არა მომწხოს ფეხი და გადამაფრინოს ამერიკაში ხო რა ძალამათი ახლა მე სოფლების ფულის გასახეთქაც დავიფარე კაშიკა და ახლა მოწელები არ ვიცი ბოჭიში რა მაგას ვერ გაჩვენებთ ახლა რაც არ ვიცი იმას ვერ გაჩვენებთ ხო კიდე რა ვიცი ხო არ უნდა გავდენო ცხრები გადავდენო მარა ცხრები არა ყო ვიღოს მეზობლის ცხრები ჩემი რა მნიშვნელობა აქვს ხო აბა დამაჩქერდით მერჩო ასეთი ღვთის გამართლება ხალხო მე რო ვარ თქვენთვის ასეთი უბლისწყალობა ვის გამოუმეტებია გაფიცებთ მამი და შვილებს ხო არ ვიცი ამინ კონსილერა მისვია ხალხო მიკიცი არაფერი გამიგე გამიცი და მარტო ცხვირი მეტი არაფერი გამიცი აჰა წითელი პროჟექტორი ისა ზიდამცავი უნდა წავისვა გარეთ რო გავალ ახლა მე მზესაც უყვარ ვარ და მარა ისანი დავიცი აყოლ გახვარ წავისვა მგიჟივით ხო ესა კასიკა ბებია მაგითხარით ხო რომ მას მიპატარკა ხო ეს ახო ასე ხوار შეიძლება უკან აჩეკრათ შეიძლება აქეთ შეკრათ ისე რო თქვათ ხო სოფელი დამაკუდა ბაი ესე ჯვაკ ვაშლის ვარ ხარ ეგრე მოწყენილი
ბუზების ეშინია და წავიდეთ. ჩემი გოგო.